European security is at a crossroads at the moment. ევროპული უსაფრთხოება ამ წუთას გზაჯვარედინზე დგას, რადგან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების სწრაფ ევოლუციას განიცდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპელებმა ძალიან განსხვავებულად უნდა იფიქრონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს კი გულისხმობს ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ასევე საკვანძო ევროპულ ქვეყნებს, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია თუ იტალია. უკრაინაზე 2022 წლის აგრესიის შემდეგ რუსეთის წინაშე უკან დასახევი გზა ევროპას არ აქვს. თუ ევროპული ქვეყნები მართლა სერიოზულად არიან განწყობილნი ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის შექმნით, რათა თავი უფრო ეფექტურად დაიცვან, მაშინ საქართველო ამ პროცესის განუყრელი ნაწილია. ამერიკის შეერთებული შტატების გარეშეც რომ განვიხილოთ, ევროპა არის 400 მილიონი საზოგადოება, რუსეთზე 12-ჯერ მდიდარი. საქართველოსთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის კი უმნიშვნელოვანესია იყოს ამ ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის ნაწილი. ისტორიული კითხვა იმაშია, არის თუ არა ევროპა როგორც ერთობა მზად რეალურად აიღოს კონტროლი საკუთარ უსაფრთხოებაზე და მომავალზე, რადგან ის საკმაოდ ნელი იყო ამ პროცესში, მაგრამ ახლა დრო აღარაა. ვაკეთებთ თუ არ ვაკეთებთ ამას? ეს გვეცოდინება შემდეგ 18 თვეში ან 2 წელიწადში. ქართველი ხალხის სურვილი უნდა იყოს ფუნდამენტური ფაქტორი იმისა, თუ საით უნდა იაროს საქართველო. ევროპა, რომელშიც ბოლო 30 წელია ვცხოვრობდით, საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს აძლევდა ნება საერთშიად ან ერთი მხარე ან მეორე, რაც მისაღები და მოქნილია, ვიდრე ამის საშუალება არსებობს. მაგრამ სამყარო, რომელშიც ახლა ვაბიჯებთ შექმნის ახალ გამყოფ ხაზს რუსეთის გავლენის სფეროებსა და თავისუფალ ევროპულ სივრცეს შორის. არ მგონია, რომ საქართველო მოახერხოს ორივესგან განდგომილი დგომა. იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ ვეჭვობ, მომდევნო 4-5 წელიწადში საქართველოს მოუწევს გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება. იღებს რუსეთის გავლენის სფეროს, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, თუ გააღწევს და გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს, ისეც როგორცაც აქამდე დგამდა, რომ გახდეს დასავლური, ლიბერალ-დემოკრატიული ევროპის ნაწილი. ვფიქრობ, ეს დრამატული მომენტია ქართველი ხალხისთვის. უსურვებ მათ სწორი არჩევანის გაკეთებას. I wish them well of making the choice.